მოგესალმებით ყველას, ძვირფასებო, მივესალმები ჩვენს ონლაინ მაყურებლებს. ყოველთვის ამას ვთხოვ ხოლმე მსმენელებს, რომ გულისყურით იყვნენ, თქვენც იგივეს გთხოვთ. აქ იყო და გულისყურით არ იყო, ძალიან ცუდი იქნება. მინდა დღეს ძალიან ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. ეს არის სულიერი შიმშილის საკითხი. აქტუალურია ძალიან ეკლესიისთვის, მეგობრებო. ეს შიმშილის და წყურვილის აპეტიტი ძალიან მნიშვნელოვანია მორწმუნის ცხოვრებაში. აი, სათავეშივე ვიტყვი და ამას შემდეგში კიდევ შევეხები, რომ რამდენადაც ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვები, ზუსტად ისე და ამას პირველად არ ისმენთ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმდენადვე სულიერი კაცისთვის, სულიერი ადამიანისთვის გადაუდებელია სულიერი საკვები. და ფაქტი არის, რომ როცა ადამიანს არ აქვს ჭამის აპეტიტი, მე მედიცინაში ბევრი არაფერი არ გამეგება, მაგრამ ამდენი კი ვიცი, რომ როცა ადამიანს ქრონიკულად არ აქვს ჭამის აპეტიტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა აქვს დარღვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელი არ არის და ბუნებრივი არის, ჩვენ დღეს აქ არ გვაინტერესებს ფიზიკური აპეტიტის ქონა არ ქონა, თუმცა ყველას ფიზიკური ჯანმრთელობა გვაინტერესებს და ბედნიერი ვიქნებით, თუ ჯანმრთელებიც ხართ და იქნებით, მაგრამ ამ საღამოს ჩვენი საკითხი, ჩვენი თემა სწორედ ის იქნება, როგორ ვიყოთ მშიერები, როგორ დავრჩეთ მშიერები მუდმივად. იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული, მეგობრებო, ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ზრდა. ერთი ასეთი პრინციპი არსებობს, ის რაც ჯანსაღია, ბუნებრივად იზრდება. თუ ორგანიზმი ჯანსაღია, ჯანმრთელია, ის ბუნებრივად იზრდება. და აქედან დასკვნა ეხლა, თუ ეკლესია ჯანმრთელია, ის გაიზრდება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, როცა მორწმუნეებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკლესიებში შევქმნათ სიჯანმრთელე, სულიერი ჯანმრთელობა. და თუ ამას მივახცევთ, მაშინ ჩვენ აღარ გვექნება თავის ტკივილი და ნერვიულობა იმის გამო, როგორ გავზარდოთ ეკლესია. ეკლესიის გაზრდა კიდევ იმიტომ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი იყოს და რაც შეიძლება მეტი ზეციდან შობილი იყოს და რაც შეიძლება მეტი დახსნილი ადამიანი იყოს. მე ერთი პატარა მონაკვეთით მინდა დავიწყო ინსტიტუტს ვასწავლით აქ და დღეს ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ებრაელთა წერილიდან მინდა ერთი მონაკვეთი წავიკითხო. ეს არის ებრაელთა წერილის მე-5 თავის მე-11 მუხლიდან წავიკითხავ. მე-11 მუხლიდან მე-14-ს ჩათვლით. ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახთით. ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველ საწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ, რადგან ყოველი ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად. მაგარი საჭმელი კი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არის გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. დიდი ტექსტია, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დიდ დროს ამაზე არ დავხარჯა, უბრალოდ გარკვეული შესავალი მინდა ამით გავაკეთო. ნახეთ, წერილის ავტორი, რა თქმა უნდა, სულიწმიდით შთაგონებული, მიმართავს ეკლესიას, მიმართავს კონკრეტულ საკრებულოს და ეს, მეგობრებო, ეს უწყება, ეს მესიჯი, უნივერსალური მესიჯია, ის დღესაც აქტუალურია, ის დღეს ჩვენ გვჭირდება, ეს ეკლესიის გამოწვევა არის დღესაც და ისეუნება, ბევრი მინდა ვილაპარაკო, ბევრი გვაქვს ალაპარაკო, მაგრამ ძნელია განმარტება. ალბათ ვიღაცა იფიქრებს, რომ საკითხი, რომელსაც ეხებოდა ებრაელთა წერილის ავტორი, ეს საკითხი იყო ძნელი. არა, მეგობრებო, ის აზუსტებს. საკითხი კი არ იყო ძნელი. აუდიტორია იყო ისეთ მდგომარეობაში, სადაც განმარტება იყო ძნელი. ის ამბობს, რომ ძნელია განმარტება, რადგან
ანუ ყურმძიმენი გახთითო. ნუ ეს ახლა თავისებური ქართული სიტყვა არის ყურმძიმე, მძიმე ყურს არ ნიშნავს და თუ ლექსიკონში ნახავთ მეგობრებო და ზოგადად ბერძნულ სიტყვას მოვძებნით, ასეთი განმარტება აქვს ამ სიტყვას: ინერტული, ნელი, ზარმაცი, რომელსაც არ სურს სერიოზული შრომა. ნუ ეხლა წარმოიდგინეთ. წერილის ავტორი, საკრებულოს, კონკრეტულ საკრებულოს ეუბნება, რომ ბევრი გვინდა გელაპარაკოთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არ შეგიძლიათ ამის მიღება, იმიტომ რომ ნელები, ინერტულები, ცოტა ზარმაცები, ისეთი ტიპის ზარმაცები, რომ სულ არაფრის კეთება კი არ, ნუ რო არ უნდათ, არამედ ანუ რომ არ უნდათ სერიოზული შრომა. მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ დღეს ამ საკითხზე სტუდენტებთან. ნუ ასეთი მდგომარეობა ეხლა ქრისტიანისთვის ალბათ ყველანი თანხმდებით, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს თითოეული ჩვენთაგანის გამოწვევა არის, იმიტომ რომ სიზარმაცე, მეგობრებო, ეს იშვიათად გავრცელებული ფენომენი არ არის. სიზარმაცე ეს არის ხასიათის ნაწილი და სიზარმაცე ეს არის თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელი. თუ ყველანი ერთნაირად არ ვარ ზარმაცები, იმიტომ კი არა, რომ ყველასთვის ეს გამოწვევა არ არის, იმიტომ რომ ზოგიერთები უფრო დისციპლინირებულები არიან, ზოგიერთებმა გაუგეს, გაიგეს ზოგიერთებმა, რომ სიზარმაცე არ არის კარგი, ზარმაცი ვერაფერს ვერ აღწევს იმ მოცემულობაში, რასაც ქვია თვით დინებაზე მიშვებული ცხოვრება, ზოგიერთები ხვდებიან, რომ პერსპექტივა არ არის, ამიტომ იღებენ გარკვეულ დისციპლინას, ეს რაღაცის სწავლა იქნება ჩვეულებრივ, განათლების მიღება იქნება, პროფესიის დაუფლება იქნება, თუ ამ შემთხვევაში სულიერი ცხოვრების აშენება იქნება, ნუ ვინც უღებს ამას ალღოს, ისინი ავტომატურად ბეჯითები არ ხდებიან. არ არსებობს ფორმულა, მეგობრებო, რომ აი ესე როგორ გავხდეთ ბეჯითი და მე ახლა შენთვის ვილოცებ და შენ გახდები ბეჯითი. ჩემთან ბევრჯერ მოსულან ადამიანები და უთქვავთ მწყემსო ილოცე რომ ზარმაცი ადამიანი ვარ და ილოცე რომ აღარ ვიყო ზარმაცი და ნუ რა თქმა უნდა ახლა ლოცვას წინ რა უდგას, ლოცვას ძალა აქვს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ მე ვილოცებ, მაგრამ შენც მოგიწევს სამუშაოს ჩატარება. მე ვილოცებ, მაგრამ შენც მოგიწევს ხასიათის შენება. იმიტომ რომ ეს დიდი ფენომენია ძვირფასებო და ახლა სიზარმაცეზე აქ აღარ ვილაპარაკებ. უბრალოდ აი იმ პრობლემაზე, აი რაზედაც ვაპირებთ დღეს საუბარს, იმ გამოწვევაზე, რაც ვფიქრობ, რომ მორწმუნეების და თითოეული, ეკლესიის გამოწვევაც არის, აქედან გამომდინარე, ეს გარკვეული შესავალი. ნახეთ, შემდეგში ის აგრძელებს. რადგან ნახეთ, ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვის პირველ საწყისები გაქვთ შესასწავლი, მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. აი დაუფიქრდით ახლა ძვირფასებო, ეს არის უნივერსალური მესიჯი ყველასთვის და ღვთის სიტყვა ლაპარაკობს, რომ დროის მიხედვითო თუ ვიმსჯელებთ. ნუ ახლა რა დროზეა ლაპარაკი? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მე არც ისე ბევრი დრო მაქვს წვენაში გატარებული, ეკლესიაში გატარებული. ანუ ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ვინ რა დრო გაატარა, მაგრამ უწყება, რომლის ადრესატების ეს ადამიანები იყვნენ, საკმარისი დრო ჰქონდათ გატარებული, მაგრამ ამის მიუხედავად იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თვითონვე ისევ საწყისების სჭირდებოდა. დაუკვირდით, დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ უკვე სხვას უნდა ასწავლიდეთო. აქ დიდი სიბრძნეა ჩადებული. ეს ერთგვარი ღვთიური გეგმის განაცხადია, ღმერთს უნდა რომ თითოეული ადამიანი, ვინც მასთან მოდის, განისწავლოს და მერე სხვას მოუტანოს სარგებელი. შეგიძლიათ თქვა ამენ? აქ ეს ჩანს, თორემ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ყველა პედაგოგი უნდა გახდეს, ყველა მასწავლებელი უნდა გახდეს. მას აქ არ უხსენებია რაიმე ნიჭი, სწავლების ნიჭი, მასწავლებლობის ნიჭი. ეკლესიაში ხშირად ისმის ხოლმე, რომ მე მასწავლებელი არ ვარ, მე მახარებელი, ყველაზე ხშირად მახარებელი ისმის, რომ იცოდეთ. ეს ერთგვარი თავის მართლება არის, რომ მე მახარებელი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერავის ვერ ველაპარაკები სახარების შესახებ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი მახარებელი იყო, რომ ადამიანებს სახარების შესახებ დაელაპარაკო. და აქ არ არის რაღაც ნიჭზე ძვირფასებო საუბარი. აქ რაზეა საუბარი, რომ ეს არის ღვთის გეგმა, ეს არის ღვთის სურვილი, რომ თითოეული ადამიანი, ვინც მასთან მოდის, განისწავლოს და სხვა განსწავლოს.
მიიღოს გარკვეული კვალიფიკაცია, ხოლო შემდეგ ამ კვალიფიკაციით სხვას მოემსახუროს. ეს ღვთის გეგმა არის, ეს ღვთის ჩანაფიქრია, ეს ღმერთის სამეფოს გავრცელების ფორმულა არის, პირდაპირ ვიძახით ძვირფასებო. თორემ თუ ერთეულები დაკავდებიან ამ საქმით, მივიღებთ ისეთ შედეგებს, რომელიც არ გვიხარია, როცა ვიღებთ ასეთ შედეგს. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ამაზე საუბრობთ, განვსჯით ხოლმე, რომ რატომ არ ვართ უფრო უკეთესად წარმოდგენილი, რატომ არ არის უფრო მეტი ეკლესიები, რატომ არ არიან უფრო მეტი ქრისტიანები, რატომ ვართ, უმცირესობაში და არ მოგწონს რომ ვართ უმცირესობაში. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, არ ხდება რეპროდუქცია. როგორც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩვენ შორის თანამედროვე ბევრმა ქრისტიანმა ეს საკითხი გამოტოვა, გაატარა, თვითდინებაზე მიუშვა და ვიღებთ იგივე სურათს. ვიღებთ იგივე სურათს, რომ ეკლესიაში ჭარბად არიან ადამიანები, რომლებიც დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სხვებს უნდა ეხმარებოდნენ, მაგრამ არიან მუდმივად ისეთ მდგომარეობაში, როცა სულ თვითონ საჭიროებენ დახმარებას. დახმარებაში ამ შემთხვევაში არ გულისხმობ რაღაც მომენტალურ და ერთჯერად დახმარებას. აქ გამოყენებულია ასეთი სიტყვა, რომ რძე გჭირდებათო. და ვისაც რძე ჭირდება, აი მე თვითონ ხსნის ამას, რადგან ყოველი ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად. გამოცდილება, მეგობრებო, არის ძალიან დიდი ბენეფიტი. გამოცდილება არის ძალიან კარგი რამ. წარმოიდგინეთ, თუ კი ვინმეს რაიმეს გამოცდილება დაგიგროვდათ. მე ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდები მეტი ხართ აქ, მე ვფიქრობ, რომ მაინც რაღაცა გამოცდილება დაგიგროვდათ. გამოცდილებას აგროვებს ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ და გროვდება რაღაც გამოცდილება, მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ რაღაცას არასწორად აკეთებ, არასწორი გამოცდილება გიგროვდება. ხოლო თუ რაღაცას სწორად აკეთებ, სწორი გამოცდილება გიგროვდება. აი მაგალითად, როცა დამწყები მძღოლი ხარ და ეხლა იწყებ მანქანის მართვას, არ გაქვს გამოცდილება. მაგრამ ისინი, ვინც წლებს ატარებენ, მეგობრებო, საჭესთან, უყალიბდებათ ინსტინქტები და ეს მე შემიძლია გითხრათ საკუთარ თავზე, მე თავს კი არ ვიქებ, რომ კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ მე თვითონ ვატყობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მანქანის მართვამ მე დავინახე, რომ ჩემში ჩამოაყალიბა ინსტინქტების დონეზე რაღაც გამოცდილება. როცა პირველად უჯდებოდი საჭეს, მეგობრებო, დაბლა თუ არ ჩავიხედავდი, იცით, ფეხი მერეოდა, რომელ პედალზე დავაჭერდი ფეხს. მაგრამ ეხლა ინსტინქტები მაქვს განვითარებული და ეს არის გამოცდილება. აი ეს არის გამოცდილება. როგორ ვიმოძრავო თოვლიან გზაზე, როგორ ვიმოძრავო მაგალითად ტალახიან გზაზე, მინდვრიან გზაზე და ასე შემდეგ. გესმით, რასაც ვამბობ. ასე რომ როცა აქ საუბარია შეხედეთ მაგარი საჭმელი გამკუთვნილია, რადგან ყოველი ვინც ძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებათო. გამოცდილება ღვთის სიტყვის გასაგებად. თურმე ამასაც გამოცდილება ჭირდება. თურმე ჩვენს გულისყურებს გამოცდილება ჭირდება. თურმე ჩვენ გვჭირდება გარკვეული გამოცდილება მოვისმინოთ, ხვდებით? ღმერთს მოусმინოთ. და მე ის ასე ამთავრებს, მაგარი საჭმელი კი გამკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობანიც ჩვევით არის გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. იცით, ასე მარტივად შეხედავთ ეხლა, რომ კეთილი და ბოროტის გარჩევა იმას ნიშნავს, რომ ვიცი, რომ ბოროტია ეშმაკი და კეთილია ღმერთი. ნეტა ასე მარტივი იყოს ყველაფერი. კეთილის და ბოროტის გარჩევა ძვირფასებო ეს დიდი ფილოსოფიური საკითხია, ეს რთული საკითხია, აქ საუბარია რა არის ყოველთვის სწორი, ამა თუ იმ გარემოში რა არის სწორი, რა არის არასწორი. ჩვენ ხო რაღაც ერთ გარემოებაში ავცხოვრობთ, მეგობრებო, ჩვენ ხო შეიძლება უამრავ გარემოებაში აღმოჩნდეთ, განსხვავებულ სიტუაციებში აღმოჩნდეთ და ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც ადამიანების არის ვარჩევდეთ ეხლა რა არის სწორი, რა არ არის სწორი, რომ ვირჩევდეთ იმას, რაც არის სწორი. რატომ იტანჯება ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანი, რატომ ვარდებიან ბევრ ფათერაკებში მორწმუნეები, ხშირად რატომ ეცემიან კიდევაც ქრისტიანებო, მეგობრებო, იმიტომ რომ ირჩევენ ზოგჯერ რაც არის არასწორი. ეს სულ, როგორ გითხრათ, ხაზად გასდევს ისრაელიერის ცხოვრებას. და ჩვენ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ რაც არის დაწერილი თუნდაც ისრაელის ისტორიაზე, სანიმუშო უნდა იყოს ჩვენთვის, რომ იგივე არ გავაკეთოთ. ასევე წერილი გვაფრთხილებს, რომ რაც მათ დაემართათ, სანიმუშოდ დაემართათ, რომ ქრისტიანებმა დასკვნები გააკეთონ, შემდეგმა თაობებმა დასკვნები გააკეთონ. ყველაფერი რაც დაიწერაო, ჩვენთვის დაიწერა, ხვდებით? რომ ჩვენ ამა თუ იმ სიტუაციაში, ამა თუ იმ ფორს მაჟორულ სიტუაციაში თუნდაც არა, ვარჩევდეთ რა არის სწორი,
და მოქმედებდეთ ამის მიხედვით. ვიღებდეთ სწორ გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს ერთგვარი თესლია. რასაც თესავ, იმას იმკი. რასაც გადაწყვეტ, იმის შესაბამისად იქნება შემდეგში შენ ცხოვრებაში სიკეთე თუ ცუდი რა. თანხმდებით ამაზე? ასე რომ ამ შესწავლით მინდოდა დამეწყო, რომ ეს სულიერი უმწიფრობის პრობლემა, იცით ეს სულიერი უმწიფრობის პრობლემა, რომელზეც აქ მოციქული ლაპარაკობს, დიდი მტკიცება არ გვჭირდება, არის ჩვეულებრივად თანამედროვე ეკლესიის გამოწვევაც, მეგობრები. მაგრამ ამ სულიერ უმწიფრობას წინ ასევე უსწრებს გარკვეული რა დავარქვათ ამას? სიზარმაცე? დავარქვათ სიზარმაცე. ყურმძიმობას აღარ გამოვიყენე. იმიტომ რომ ყურმძიმენი ხართო, ვერ გელაპარაკებით იმაზე, რაც სალაპარაკოა ისეუბნება, იმის გამო რომ ნელი, ინერტულნი და ისეთი ადამიანები ხართო, რომლებსაც არ უნდათო სერიოზული შრომა, ამიტომ და ის მიუთითებს, ამიტომო სულიერად უმწიფარნი ხართო და სულიერად უმწიფრებიო, ვერ არჩევთ კეთილს და ბოროტს, ანუ ვერ არჩევთ სწორი რა არის, ანუ ეს განურჩევლობა ძვირფასებო სულიერი იყო იმ დიდი პრობლემების სათავე, რაშიდაც ეს კონკრეტული ადამიანები იყვნენ და წერილი გვეუბნება, რომ განდგომილებაში იყო ჩავარდნილი ძალიან ბევრი ადამიანი. ქრისტესაგან განდგომილებაში ვარდებოდნენ ადამიანები, ანუ თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, ეცემოდნენ ისინი, ვეღარ აგრძელებდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას. ჩვენ აქ ვინც ვზივართ, მეგობრებო, ვისაც რეალურად ღვთისრწმენა გაგვაჩნია, ანუ ვინც გვისმენს არა, ჩვენ არავის არ გვინდა რომ დავეცეთ. ამენ. ჩვენ არავის არ ჩვენ იცით ვიმეორებ, შეიძლება იყოს ვინმე ახალმოქცეული, ვისთვისაც ეს ტერმინი ზოგადად გასაგებიც კი არ იყოს, მაგრამ ვისაც რაღაცა დრო გვაქვს გატარებული უფალთან და გარკვეულწილად წმინდა წერილის ცოდნა გაგვაჩნია, ჩვენ არავის არ გვინდა რომ დავეცეთ. ჩვენ არავის არ გვინდა რომ ფეხი დაგვისწეს და დავეცეთ, ცოდვით დავეცეთ, ცდუნებაში ჩავარდეთ. ეს არავის არ უნდა სურდეს, მეგობრებო. მაგრამ ადამიანები ამის მიუხედავად რომ შეიძლება გეგმაში არც კი კონდათ, არც კი უნდოდათ რომ გამოეცადათ დაცემა, გამოეცადათ განდგომა როგორც თქვი, ისინი ჩავარდნენ ამ ყველაფერში და მიზეზი იყო სწორედ ეს უმეცრება, სულიერი უმწიფრობა და სულიერი განურჩევლობა. აი ამიტომ მინდა ვისაუბრო სულიერი აპეტიტის აუცილებლობაზე, ანუ შიმშილის ქონაზე და აი ამ სულიერი შიმშილის მუდმივად შენარჩუნებაზე. ჩვენ გვჭირდება შიმშილი. ჩვენ გვჭირდება აპეტიტი სულიერი ძვირფასებო. და ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არის. იცით, ბუნებრივ შიმშილს ერთი განსხვავება აქვს, ის თავისით მოდის. მაგრამ სულიერი შიმშილი თავისით არ მოდის. სულიერი შიმშილი რო ავტომატურად მოდიოდეს, ჩვენ ავტომატურად გავიქცეოდით ბიბლიასთან. ჩვენ ავტომატურად გავიქცეოდით ლოცვაში. გემართებათ ასეთი რამე? აი რომ გადმოხვალ ლოგინიდან და დაზომბებული მიდიხარ ბიბლიასთან ან ლოცვის ოთახში? ეს არ ხდება. ფიზიკურ შიმშილს ეს ახასიათებს, რომ როცა ორგანიზმი არ იღებს მას, გაწუხებს ორგანიზმი. თუმცა ჩვენც გვაქვს რაღაც განცდები, როცა სულიერად ვართ გაუმაძღარ, როცა არ ვართ გამაძღარნი სულიერად. განცდები ჩვენც გვაქვს, მეგობრებო, მაგრამ ეს სულიერი განცდა არის. ეს სინდისის რაღაც ხმა არის. ეს სულიწმინდის რაღაც ბიძგი არის, მაგრამ ეს არ გავს იმას, როგორც ფიზიკურ შიმშილს ახასიათებს რაღაც სიმპტომები. და ამიტომ ძალიან ბევრი ქრისტიანი სამწუხაროდ ამას ბიბლიაც გველაპარაკება და ჩვენი პრაქტიკაც ამას ადასტურებს, ჩვენი გამოცდილებაც, რომ ასეთ შემთხვევებში არ არიან ცოტა ისეთი აგრესიულები, კარგი გაგებით აგრესიული. ვიღაცა იტყვის ახლა კარგი გაგებით აგრესიული რას ნიშნავს, რომ განაზებული არ იყოს. აი ქრისტიანები რა ვქნა არ გამომდის, რა ვქნა ვერ შევძელი, ვერ შევძელი, რა ვქნა შემეშალა, ვერ ვანებებ თავს, ვერ გადავეჩვიე. მე ამას აი ესე ნაზად, ესე უბრალოდ არ მიუდგებოდი. მეტი აგრესია გვმართებს, მეტი აგრესიულად მოქმედება გვმართებს ამ სიტუაციაში და ამ შემთხვევაში. იცით, მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ზოგიერთი სპორტსმენი, ზოგიერთი სპორტის სახეობა ძვირფასებო და ზოგადად ნებისმიერ სპორტის სახეობა სპეციფიურ კვებას ითხოვს, კარგ კვებას ითხოვს, ჯამრთელ კვებას ითხოვს, მაგრამ არის სპორტული სახეობები ძვირფასებო, სადაც სპორტსმენმა 5-ჯერ, 6-ჯერ მაინც უნდა ჭამოს დღეში. არის ზოგიერთი სპორტის სახეობები
ბევრი საჭმელი უნდა ჭამოს, მაგალითად ერთ-ერთი სახეობა არის რაგბი. თქვენ რომ არ ვიცი შეიძლება გინახიათ კიდეც მე ნანახი მაქვს როგორ იკვებებიან რაგბისტები შეგეშინდებათ აქეთ გამოხვალთ მეც არ მიმაყოლო ამ ყველაფერზე როგორც დესერტიო. იმიტომ კი არა ძვირფასებო რომ ბოდიში და ყველა ღორმუცელები არიან. იმიტომ რომ საჭიროა, იმიტომ რომ მას ასე ეუბნებიან. მათ სპეციალისტები ასე ავალებენ რომ მათ უნდა იკვებონ ბევრი და უნდა იკვებონ კარგად. ხვდებით? სხვანაირად ისინი ვერ აღწევენ იმ კონდიციას, რაც საჭირო არის. იმიტომ რომ საკვები არის გარდაუვალად აუცილებელი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი მიღწევებისთვის. და ასეთ რეჟიმში უწევთ ხოლმე მათ ცხოვრება. ჩვენ რატომ გვშია მაგალითად? ჩვენ იმიტომ კი არ გვშია რომ საჭმელი ვერ გვაკმაყოფილებს, სულიერად გულისხმობ ამას. როდის ჩდება სულიერი შიმშილი, მაშინ კი არა, როცა კი ვჭამეთ, მაგრამ საჭმელმა არ დაგვაკმაყოფილა. არა, ჩვენ მოშიებული ვართ იმიტომ რომ მე გეუბნებით არა იმას რაც ხდება, მე გეუბნებით საუკეთესო მდგომარეობას. ჩვენ მოშიებული უნდა ვიყოთ იმის გამო რომ უფრო მეტი გვინდოდეს. ხვდებით განსხვავებას? როგორც კი ადამიანი რაღაცით კმაყოფილებას იწყებს, თუნდაც პატარა მიღწევა იყოს. პრობლემები, ეს უკვე პრობლემა არის. ანუ მოშიებულად დარჩენა იმიტომ გვჭირდება, იმიტომ გვინდა, რომ მეტი გვინდა. მეტი გვინდა ღმერთისგან. მეტს ველტვით მასთან ჩვენ, ეს არის ნამდვილი შიმშილი. თორემ ეხლა მაძღრავთ გრძნობ თავს, ხო, რაღაცა მაქვს, ნორმალურად გრძნობ თავს, მაგრამ ეს ყველაფერი იცოდეთ, გაჩერების საფუძველი ხდება, აუცილებლად. და ჩვენ ამ ყველაფერს დღეს ბიბლიური მუხლებით დავამტკიცებთ, რომ რატომ არის აუცილებელი, რომ ვიქონიოთ მუდმივად აი ამ სულიერი შიმშილის აპეტიტი, რომ ვრჩებოდეთ მუდმივად მშიერად, რომ შევინარჩუნოთ აი ეს დისციპლინა. მათესახარების მეხუთე თავში, სადაც 9 ნეტარება არის ჩამოთვლილი, ერთ-ერთი ნეტარება ასეთია, ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ მოწყურებულნიო. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ მათეს მეხუთე თავის მეექვსე მუხლი არის. ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიანო. რა ძლიერი სიტყვები არა? ეს სიტყვები უფალი იესო ქრისტეს ეკუთვნის და მან თქვა, ნეტარება არის მასზე, ღვთიური ნეტარება, ვინც სიმართლეს არის მოშიებული. ეხლა ბუკვალურად თქვენ ამიხსნით? ბუკვალურად როგორ უნდა ავხსნა მე სიმართლე მშია? მაგრამ სულიერად არ არის მისი განმარტება ძნელი. აი სიმართლე ის არის რაც ღმერთს მოსწონს, სამართლიანობა ის არის რაც ღმერთს მოსწონს, სიკეთე ის არის რაც ღმერთს მოსწონს, სიყვარული მოსწონს ღმერთს. როცა ჩვენ ამას ვირჩევთ, ეს მოსწონს ღმერთს. და ნახეთ იესო ამბობს, ნეტარია ღვთის თვალში, ვინც სიმართლეს არის მოშიებული. ვისაც უნდა ეს, ვისაც მეტად უნდა, ვისაც მეტი უნდა, ის ნეტარია ღვთის თვალში. დიდება უფალს იოანეს სახარებაში ერთი კარგი ისტორია არის, მეგობრებო, პეტრე ძალიან აქტიური ადამიანი იყო. ალბიცით, აი მოციქულებს შორის ხშირად მკვლევარები ამბობენ, რომ ის ასეთი დრაივერი იყო, ის ყოველთვის წინ იდგა, ის ყოველთვის პირველი სვავდა კითხვებს. მე არ შევალ ახლა ასეთ პოლემიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ძალიან აქტიური ადამიანი და მათ იოანეს სახარების მე-13 თავში 6-9 მუხლები არის. იესო პეტრეს ეუბნება, რომ ფეხები უნდა დაბანოს. გახსოვთ ეგ ისტორია? და პეტრე კატეგორიული არის, არა, შენ უნდა დამბანო ფეხები? არასოდეს, მან თქვა. და იესო ეუბნება, თუ არ დაგბან ფეხებს, წილი არ გექნება ჩემში. და ბიბლია ამბობს, რომ პეტრემ შეზახაო უფალო მაშინ თავიც დამბანე და მთელი ტანიცო. ცოტა უგუნურა ჟღერს, ნახეთ როგორ იწყებს. არა, არ დამბან. მერე იესო რაღაცას ეუბნება, რომ არა, მაშინ თუ არ დაგბან, მაშინ წილი არ გექნება ჩემში და ეს კაცი უცებ იცვლის გადაწყვეტილებას და შეზახებს, რომ უფალო მაშინ მარტო ფეხები კი არა, მთელი ტანი და თავის დამბანეო. ეს არის აი კლასიკური მაგალითი, აი მოშიებული კაცისა. ნახეთ, მას მეტი უნდა, იმის მიუხედავად, რომ ის ყველაზე მეტ დროს ატარებს იესოსთან, მას მეტი უნდა. ის სწავს ყოველთვის ასეთ კითხვებს, გახსოვთ, როცა იესომ კითხვა დასვა, ხალხი რას ამბობს, ვინ ვარ მე? ვინ იყო? პეტრე იყო პირველი, ვინც უპასუხა.
შენ ხარ ქრისტე და მან მიიღო ასევე ქრისტესგან პასუხი, რომ შენ პეტრე ხარ და შენ ამ გამოცხადებაზე ავაშენებ ეკლესიას. ხვდებით? ის პირველი იყო, ვინც ამ კითხვებს ვავდა და ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ მას მეტი უნდოდა ღმერთისგან. ერთხელ მოწაფეები დაღონდნენ, ასე წერია, რაღაცები ვერ გაიგეს, ვიღა გადარჩება, როცა მდიდარი ჭაბუკი გაბრუნდა იესოსგან და მოწაფეებმაც მოიწყინეს და ისინი ამბობენ, ვის შეუძლია მაშინ რომ გადარჩეს და ისევ პეტრია პირველი, ვინც კითხვას ვაავს. უფალო, აი ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და რა გვექნება? რა მაგარი კითხვა არის, მეგობრებო, არა? იმიტომ რომ პასუხი ვიცით და იმიტოა კაი კითხვა. იმიტოა კარგი სიტყვა, რომ უნიკალური პასუხი ვიცით. იესომ თქვა, არავინ არის ისეთი, ვინც ჩემი გულისთვის, ჩემ სახარების გულისთვის მიატოვებს რამეს უარ სიტყვის რამეზე და 100 მაგათ არ მიიღოს ამ ცხოვრებაში და მომავალში საუკუნო სიცოცხლე. პეტრე იყო ის, ვისაც სურდა მეტი გაეგო. ერთი ასეთი გამოთქმა არის. ვინც ბევრ კითხვებს სვავს, ასეთი გამოთქმა არის. სულელად გამოიყურება იმ დროს, იმ 10 წუთის განმავლობაში, თუ 15 წუთის განმავლობაში. მაგრამ ვინც საერთოდ არ სვავს კითხვებს, სულელი დარჩება მთელი ცხოვრებაო. ესეთი გამოთქმა არის ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ იცით, არიან ადამიანები, რომელსაც ბევრი კითხვების დასმა უყვართ. და ვიღაცებისთვის ხშირად მომაბეზრებლები არიან. მაგრამ ისინი, ვინც საერთოდ კითხვებს არ სვავენ, მე არ ვაკეთებ ახლა ისეთ დასკვნებს, რომ თუ შენ ისეთი არ ახარ, რომ ბევრ კითხვებს არ სვავ, ცუდი ადამიანი ხარ. არა, ღმერთმა დამიფაროს ეს თქვა. მაგრამ ისინი, ვინც ბევრ კითხვებს სვავენ, რაღაც მეტი უნდათ. არ არის ასე? აბა რატო სვავენ ბევრ კითხვებს? რატო სვავენ ძალიან ბევრ კითხვებს ასეთი ადამიანები? მეტი უნდათ გაიგონ. აი ჩემთვის მაგალითად არა მხოლოდ ჩემთვის ეს არის ის შიმშილი. შიმშილი იმისა, რომ მეტი მივიღო, შიმშილი იმისა, რომ მეტი გავიგო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინა არის ქრისტიანები. ძალიან მნიშვნელოვანია მეტი გინდოდეს. უფლისაგან გინდოდეს მეტი, უფალთან გინდოდეს მეტი. ამის გარეშე არაფერი არ ხდება, პირდაპირ გეუბნებით. ავტომატურად ეს არ ხდება. ავტომატურად მხოლოდ რეგრესი ხდება. პროგრესი ავტომატურად არ მოდის, სულიერი ზრდა ავტომატურად არ მოდის. ძალიან ბევრი ადამიანი დაბნეულია, ვერ გაუგია, რატომ არ გავიზარდე, რატომ ვერ გავიზარდე, ეს რატომ ვერ დავძლიე, ეს ჩვევა რატომ ვერ გადავლახე, იმიტომ რომ ეს ავტომატურად არ ხდება. მეცაც გეტყვით, მეგობრებო, მითები არსებობს სულიერ სამყაროში, ეკლესიაში ერთ-ერთი მითი ასია, რომ ადამიანი ზეციდან რომ იშვება, თავისით გაიზრდება. ეს მითები არსებობს ეკლესიებში, ხვდებით? ამ მითებს კათედრებიდან კი არავინ არ ქადაგებს, მაგრამ ასეთი დაჯერება აქვთ ადამიანებს. და ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი, მეგობრებო, გადარჩენის დონეზე არიან გაჩერებული. ანუ გადარჩა ადამიანი, მოვიდა, უფალი მიიღო, მხსნელად გადარჩა და იქ ჩერდება. იმიტომ რომ ნახეთ, არ მიუძღვით ხშირად ადამიანებს, რომ მეტი უნდოდეთ, შიმშილი გაუჩნდეთ. პირველ რიგში ეს როცა უწყება მოდის, როცა სიტყვა მოდის, ეს არის პირველი მაბიძგებელი. თორემ ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი ვერ იქნებოდა, მეტი მინდა, იმიტომ რომ თუ ეკლესია ამისთვის არაფერს არ აკეთებს და მრთავს ნებას იქ გავჩერდე, მაშინ მე რატო გამიჩნდება ამის სურვილი? რატომ მექნება ამის შიმშილი? მაგრამ პირველ რიგში, მეგობრებო, ამას სწორედ ღმერთის სიტყვა იძლევა. რომ არ უნდა გაჩერდე მხოლოდ გადარჩენის დონეზე. იმიტომ რომ იესოს მხოლოდ გადარჩენის სახარება კი არ უკადაგნია. იესოს სახარება სამეფოს სახარებაც ქვია. იესო ლაპარაკობს, რომ მას უნდა რომ ყველა მორწმუნე იყოს მსახური. მას უნდა რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ მსახურნი, ძვირფასებო, მისი მსახურნი. იმიტომ რომ ყველა მოწოდებულია ამისთვის, ყველა განწესებულია ამისთვის. როცა პავლე მოციქული კორინთელების ეკლესიას ასწავლიდა სხეულის შესახებ, ანუ ეკლესიის შესახებ, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი, რომ ღვთის გეგმაში ყოველასოს ფუნქცია აქვს, ანუ ყველა მორწმუნეს ღვთის გეგმაში განგება აქვს მიცემული და განწესებულია რაღაცისთვის, რაღაცის საკეთებლად. შეგიძლიათ თქვა ამენ? რამდენად მშიერი ხარ დღეს? გააქვს ეს შიმშილის განცდა, ეს რიტორიკული კითხვა არის. მეტი გინდა ღმერთისგან? გააქვს ეს დისციპლინა? დაფიქრდით ამაზე. იფიქრეთ, მეგობრებო, გთხოვთ. გულწრფელად დაფიქრდით. შეგიძლია თქვა, რომ დღეს მეტი მინდა ღმერთისგან? რაღაც აუცილებლად გვინდა მეტი, მაგრამ გააჩნია რა? შეიძლება ფული.
არის საკითხები, რომელიც ძალიან გვინდა, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. ნეტარებაში ვთქვით, რომ ნეტარ არიანო სიმართლეს მოწყურებულ მოშიებულნი. სუდია თუ გექნება მეტი შემოსავალი? სულაც არ ვფიქრობ, რომ სუდი არის, არ არის სუდი. კარგია, მაგრამ რა შიმშილი გვაქვს დღეს ქრისტიანებო? გვინდა მეტი? თუ არ გვინდა დღეს მეტი, თუ ამას გულწრფელად თვალს გაუსწორებ სიმართლეს და თუ მეტი არ გვინდა, ესე იგი არ გვაქვს შიმშილის, ანუ არ გვაქვს აპეტიტი სულიერი. ესე იგი არ გვაქვს შიმშილი. და ეს კიდევ ვიმეორებ, სწორედ სულიერი არაჯანსაღი მდგომარეობის მანიშნებელია, აღარ მინდა სულიერი ავამტყოფობა გამოვიყენო სიტყვა. არის თუ არა ღმერთის მიმართ შიმშილი მუდმივად მზარდი ჩვენში. მარტივ კითხვას ვსვავ ხოლმე ხშირად, წინა წელს უკეთესად იყავი თუ ამ წელს? აი ადამიანებს ვეუბნები ხოლმე, თუ გინდა გარკვეული ინდიკატორი გქონდეს, სულიერად იზრდები თუ არა, შენ თავს კითხე, აი წინა წელს და ეხლა გაქვს განსხვავება? კი, მაქვს რეგრესის. მე არ გავხვევ თავს, რომ გინდა თუ არა რეგრესის იყოს, ეს მაგალითისთვის ვთქვი. მარტივია, 2 თვის უკან და დღეს შემიძლია რაღაცა განსხვავება თქვა, შემიძლია თქვა, რომ აქვს პროგრესი? ჩვენ ისიც ვიცით ძვირფასებო, რომ რა თქმა უნდა არის გარკვეული ჩავარდნები, ყოველთვის მწვერვალებისკენ არ მოძრავობთ. მაგრამ როცა რაღაცაში ჩავარდნა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ჩამოვარდით. გახსოვთ ეფესელთა ეკლესიას რას ეუბნება იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში? იქ დაბრუნდი, სადაც დაეციო. და ფილიპელებს პავლე წერდა, სადამდედაც მიაღწიეთ, ის უნდა შეინარჩუნოთო. შეიძლება მტერმა რაღაც მომენტში უკან დამახევინოს, იცით ომის ხელოვნებაში ასეა. შეიძლება მტერმა რაღაც სიმაღლე უჭირავს სტრატეგიული და ასე ომობენ, ამასაც უნდა, იმასაც უნდა ეს სტრატეგიული სიმაღლე და ამისთვის მიდის ბრძოლა, მაგრამ როცა ერთი მხარე ამ სტრატეგიულ სიმაღლეს აიღებს, მეორე მხარე ამას არ ნებდება და ისე ვიწყებს შეტევას, რომ ის დაიკავოს, პავლე ეკლესიას ეუბნებოდა, სადამდედაც მივაღწიეთ, ის უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ფას ვიხდით ქრისტიანებო, როცა უკან ვიხევთ, როცა მტერი უკან გვახევინებს, მერე იმ სიმაღლის აღება გაცილებით ძვირი გვიждდება. მეთანხმებით? ვისაც ეს გამოგიცდიათ, ვისაც ეს გამოცდილება გაქვთ, იქ სადაც რაღაცა დათმეთ და მერე მოინდომებთ იმის ხელმეორედ აღებას, მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეს ასია, ამიტომ ვიძახი, არის თუ არა ეს მზარდი, არის თუ არა ჩვენში ეს სურვილი მზარდი, რომ მეტი მივიღოთ მისგან. მეტი გავიგოთ, მეტი შევიმეცნოთ, მეტი ძალა, მეტი ცხებულება, მეტი ნაყოფი. თუ ამ დისციპლინაში არ ჩავდგებით, მეგობრებო, თუ არ აპრაქტიკებდი და დღეიდან მაინც არ დაიწყებ, ნუ ელოდები უბრალოდ, აი პირდაპირ ვამბობ ამას, ნუ ელოდები, რომ ავტომატურად დადგება კარგი შედეგები ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე. გვაქვს თუ არა შიმშილი, გვინდა თუ არა მეტი მისგან. მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ ეს შიმშილი. მუდმივად უნდა ვქონდეს, მეგობრებო, ზრდის ამბიცია. არ ვიცი ვისთვის როგორი სიტყვა არის ამბიცია, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვა არ არის ცუდი. თუ არასწორი ამბიცია აქვს, ბუნებრივია, მაგრამ ავტომატურად ამბიცია ცუდი სიტყვა არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგი ამბიცია გქონდეთ და ერთ-ერთი კარგი ამბიცია სწორედ ის არის, რომ მუდმივად შეინარჩუნო ღვთისადმი შიმშილი. არასდროს არ უნდა მისცე უფლება საკუთარ თავს, მიღწეული დაკმაყოფილდე. ასეთი გამოთქმა არსებობს, კარგის მტერი, ანუ საუკეთესოს მტერი არის კარგი. ასეთი გამოთქმა არსებობს. საუკეთესოს მტერი კარგია. როცა რაღაცა კარგად მაქვს, ეს შეიძლება გახდეს საუკეთესოს მტერი. იმის გამო, რომ რაღაცას ვთვლი, რომ კარგად არის, შეიძლება ღვთის საუკეთესოს ავწთი ამის გამო. გიფიქრეთ ამაზე. მე მინდა სამ რამეზე ვილაპარაკო ბოლოსკენ, მეორე ნაწილში, სამი გზა, როგორ შევინარჩუნოთ ეს შიმშილი, როგორ შევინარჩუნოთ ეს აპეტიტი, როგორ განვავითაროთ, რომ მეტი გვინდოდეს ყოველთვის. მეგობრებო, ეს ავტომატურად მიღწევას არ ნიშნავს, მაგრამ ერთგვარი გარანტია არის, რომ
წარმატების გზაზე დაგაყენოს, ცვლილებების გზაზე დაგაყენოს. ხშირად რატო ვერ იცვლებიან ადამიანები, განა არ გვინდა, გიცდიათ? აი გულწრფელად გიცდიათ? ცვლილებები გიცდიათ რაიმე სფეროში? მე არ ვიძახი აუცილებლად რაღაცა განსაკუთრებულ ქრისტიანულ დისციპლინაში. შეიძლება ის გინდა აი რაღაცა გარეგნობაში რაღაცა შეცვლილება შეიტანო, შეიძლება გინდა რომ აი წონა დაიკლო ან რაღაცა. ალბათ გიცდიათ, ხომ? ადვილია? ვინ აღწევს იცით ცვლილებებს? აი ისინი, ვისაც ეს მეტი უნდათ, ვინც არ ჩერდებიან, ვისაც ეს შიმშილი გააჩნია, ისინი აღწევენ. ნაზები ამას ვერ აღწევენ. სიტყვა ნაზის შეიძლება კარგ განმარტებას ახლა ვერ ვაკეთებ, მაგრამ ერთხელ ერთი ახალგაზრდა მეუბნეოდა, აი დაბრკოლებული ვარ და ალბათ ეკლესიას დავტოვებ იმის გამო რომ ცოლად არ გამომყვა ესა და ეს გოგო. მე უთხარი, ბიჭო, კაცი იყავი, ასი ნაზები. ეს არ გამოყვა, სხვა გამოყვება. იცით ესე უცებ გავტყდებით ხოლმე. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ ბრძოლას იწყებენ, არ ჩერდებიან. და ეს ერთგვარი გარანტია არის, რომ მიაღწევენ. იმედია გებულობთ, რასაც ვლაპარაკობ. ყველას უნდა რაღაცა სიკეთე. არ მეგულება ადამიანი, რომ რაღაცა სიკეთე არ უნდოდეს. შეიძლება დიდად ყველა ვერ ყვეოდეთ, სულიერად კარგი რა არის და ცუდი რა არის, მაგრამ თავისი გემოვნებიდან, თავისი პერსპექტივიდან ყველას უნდა რაღაცა სიკეთე. მაგრამ არ მოდის ეს ყველაფერი ავტომატურად, მეგობრებო. და ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო პირიქით მერე იწნეხება, ხვდებით? აი თითქოს ნაცემია და მერე ვიწყებთ ლაპარაკს, არ მიმართლებს. რატომ არ მიმართლებს? როგორი უბედო ვარ, როგორი უიღბლო ვარ, მერე იცთან ყველაფერს რა მოხდება, რა მოყვება? დამიჯერეთ, რასაც გეუნებით. მერე ვიწყებთ სხვისი წარმატების მიმართ შურს. ეს ავტომატურია, შეიძლება ახლა თქვა, სულაც არ ვარ შურიანი, საერთოდ არ მშურს სხვისი წარმატების, მაგრამ დამიჯერეთ, მეგობრებო, შური იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შური იმაზე ძლიერია, მოციქულები ასწავლიდნენ ეკლესიებს, რომ ნუ იქნება თქვენში შური, შუღლი, იმიტომ რომ იყო, იმიტომ რომ ჩდება შური. შურს ყველა კონტექსტში ვერ გამოიყენებ, შურს თავისი დეფინიცია აქვს, რა არის შური, როცა სხვისი წარმატება არ გიხარია, იმიტომ რომ შენ რომ არ გაქვს რაღაც წარმატება და ამ დროს შენს გვერდით ვიღაცა აღწევს წარმატებას, სულიერი წონასწორობა გჭირდება, რომ არ შეგშურდეთ. ყველას ვეუბნები ამას. თუ ვინმე შენზე უკეთესითად ილაპარაკებს, თუ ვინმე შენზე უკეთესი მანქანით დაიწყებს სიარულს, შესაძლებელია რომ შურმა დააკაკუნოს. და უფრო მეტად შური აკაკუნებს მათთან, ვინც წარმატებებს ვერ აღწევენ, ვინც ხშირად ხელმოცარულები რჩებიან. და ღმერთს არ უნდა, მეგობრებო, ხელმოცარულები ვიყოთ. ჩვენ ახლა მადლის აყვავების სახარებაზე კი არ ვლაპარაკობთ. არა, ღმერთს არ უნდა, რომ ჩვენ გაჩერებულები ვიყოთ. ღმერთს უნდა, რომ წარმატებას ვაღწევდეთ. ღმერთს უნდა, რომ ვიზრდებოდეთ, იმიტომ რომ ღმერთს უნდა, რომ გამოგვიყენოს და ღმერთს უნდა, რომ მისი ჭურჭლები ვიყოთ, ღმერთს უნდა, რომ გვაკურთხოს. ეს არის მისი განწყობა ჩვენდამი. ეს არის სიყვარულის სწორი დეფინიცია, ძვირფასებო. ღმერთს რაღაცა უმიზეზოდ და ფილოსოფიურად კი არ უყვარვართ. როგორც წერია, ისე შეიყვარაო ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა არავინ არ დაიღუპოს, არამედ გადარჩეს. ყოველი მისი მორწმუნე გადარჩეს. და რომ გადარჩეს, რა უნდა ქნას? არა, რომ გადარჩეს, მერე რა უნდა აკეთოს? უნდა დარჩეს გადარჩენის დონეზე. არა. იცით, ღვთის გეგმა არის მთავარი და არა ადამიანის კეთილდღეობა, მხოლოდ ჩვენ ასე დავიჯერეთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრები, ღმერთი სულ ჩვენს გარშემო ტრიალებს. არა და ნახეთ, როცა ჩვენ, მეგობრებო, გადავრჩით, როცა ჩვენ მის სამეფოში მოვედით, როგორ დავიწყეთ თავიდან, ეხლა მას უნდა სხვებს მოვემსახუროთ. ეხლა მას უნდა სხვებს დავეხმაროთ. სხვების ხიდი გავხდეთ. ეს არის ღვთის გეგმა და ჩანაფიქრი. პირველი, როგორ შევინარჩუნოთ ეს სიმშილი. ჩვენი ცხოვრების პირველ მიზეზი უნდა იყოს ღვთის სიყვარული. ეს არ მოგეჩვენოთ ეხლა რაღაც რელიგიურ ნათქვამად, ყველა ღვთის სიყვარულზე ვლაპარაკობთ. აი, პირველი სიყვარული, მისი სიყვარული უნდა იყოს. არაფერი სხვა და არავინ სხვა. აი, ამას ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, რომ გვიყვარდეს ღმერთი.
მათეს 22 თავში იესოს კითხვა დაუსვეს უფალო რომელია ყველაზე დიდი მცნება რჯულში იესომ უპასუხა გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, მთელი ძალით, მთელი გონებით და მოყვასი ანუ ადამიანი გიყვარდეს საკუთარი თავივითო. ანუ პირველი სიყვარული, პირველი მიზეზი უნდა იყოს ღვთიური სიყვარული. ჩვენი ცხოვრების პირველი მიზანი უნდა იყოს ღვთიური სიყვარული, ღვთის სიყვარული. ეს გადაწყვეტილება არის პირველ რიგში, ეს გრძნობა არ არის. შეიძლება უფრო ადვილი იყოს თქვა, შემიყვარდა ვიღაცა და ის გახდა ჩემთვის პირველი. ეს ადამიანურად ხდება, მეგობრებო. ალბათ ყოფილხარ ზოგიერთი თქვენთაგანი თავდაკარგული სიყვარულის გამო. შეგიყვარდა და თავი გაქვს დაკარგული, ის არის პირველი. აღარც დედა არის, აღარც მამა არის, აღარც სხვა აღარ არის ის პირველია, მაგრამ მეგობრებო, ასე ავტომატურად ეს არ ხდება სულიერ სამყაროში. აქ გადაწყვეტილება გვჭირდება. სიყვარული პირველ რიგში მეგობრებო გადაწყვეტილება არის. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ის უნდა გვიყვარდეს ყველაფერზე მეტად. არ დაიბნეთ, რასაც ვამბობ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ერთხელ და არა ორჯერ. ჩვენ ყოველთვის უნდა გადავწყვიტოთ, რომ ღმერთი იყოს ჩვენი სიყვარულის პირველი ობიექტი. იესომ თქვა, ვისაც დედა, მამა და ძმა ჩემზე მეტად უყვარს და ვერ ვიგებთ ხოლმე ამას, ვაიმე რა ეჭვიანია უფალი კაცო, დედა რომ მიყვარდეს არ შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ როცა უფალი გიყვარს, სინამდვილეში მაშინ გიყვარს სხვა. როცა უფლის სიყვარულს წვდები, როცა უფლის სიყვარულს იმეცნებ, რეალურად მაშინ შეგიძლია გიყვარდეს სხვა. ის არ გყოფს ესე შუაზე, აირჩია ან მე ან დედა შენი, ან მე ან მამა შენი, არა ძვირფასებო. ღვთიური სიყვარულის შემეცნებით ჩვენ საპასუხოდ შეგვიძლია უკვე სიყვარულის გამცემებიც გავხდეთ. ამიტომ პირველ მიზეზი აქციე პირველ მიზეზად ეს ყველაფერი. წეხანაც გითხარით ეფესელთა ეკლესიას იესო ეუნება გამოცხადების წიგნში რომ შენ დაკარგეო პირველი სიყვარული. არავინ და არაფერი სხვა. ეს სიყვარული უნდა ავანთოთ საკუთარ ოჯახებში ძვირფასებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ოჯახებში ადამიანებს რომლებსაც ვემსახურებით ეს სიყვარული უნდა დავანთოთ მათში. ანუ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ სხვაგან, შვილებს უნდა ელაპარაკოთ, ოჯახს უნდა ელაპარაკოთ, ადამიანებს რომლებსაც ემსახურებით უნდა აანთოთ, უნდა აკვირდებოდეთ, უნდა რევიზიას აკეთებენ ის ხალხი ვისაც ემსახურები თუ ემსახურები ინთებიან თუ არა ამ სიყვარულით, აქ თუ არა ეს პირველი სიყვარული, ანუ უმთავრესი სიყვარული ღმერთისა. რაც მეტად იცნობ, მით მეტად გიყვარდება. მართალია? არავინ არ მეთანხმებით ამაში? რაც მეტად იცნობ, მით მეტად გიყვარდება. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ქვეყნიერებაზე. შეიძლება განიხიბლო, მაგრამ როცა ღმერთის შემეცნებაში იზრდები, ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, უფრო გიყვარდება. რაც მეტად იცნობ ღმერთს, უფრო და უფრო გიყვარდება. შეუძლებელია სხვანაირად. რაც მეტად მიუახლოვდები, მით მეტად შეგიყვარდება, იმიტომ რომ ის ისეთია, შეუძლებელია უფრო მეტად გაიცნო და განიხიბლო. პირიქით, რაც მეტად გაიცნობ, ის მით მეტად პირველ ადგილზე დადგება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აუცილებლად უფრო და უფრო მეტად შეგიყვარდება. ანუ პირველი იყო ეს, რომ ღმერთი უნდა იყოს პირველი სიყვარული. არავინ და არაფერი სხვა და ეს იქნება ერთგვარი გარანტია, რომ დარჩე მოშიებული. იმიტომ რომ რაც მეტად იკვებები ღმერთისგან, მით მეტად გშივდება ღმერთი. ეს ფაქტია, ხალხო. შეიძლება ძალიან სულიერად ჟღერდეს, სულაც არ მინდა ეხლა აქ ესე რაღაცა რელიგიური ტერმინებით. არა, მაგრამ სინამდვილეა და რა ვქნათ. რაც მეტად ძღები მისით, მით მეტად გშივდება. საოცარია. მეორე. ყოველდღიურად უნდა ივსებოდეს სიტყვით. ყოველდღიურად უნდა მიაკითხოთ სიტყვას. ერთმა ცნობილმა მქადაგებელმა ასეთი სიტყვები თქვა. ერთმა ცნობილმა მქადაგებელმა თქვა,
ჩვენ ცნობილი მქადაგებლები კი არ გვჭირდებაო, არამედ წრფელი მქადაგებლებიო. თვითონ ცნობილი იყო, მაგრამ ალბათ ამით იყო ცნობილი, რომ წრფელიც იყო ამავე დროს. დღეს ეს პრობლემა აიახაც ვიტყვით, ამას მოკლედ გვაქვს. ადამიანები ხშირად ცუდი საკვებით იკვებებიან, სულიერად გულისხმობ, ისევე როგორც ის სწრაფი კვება, ყველამ ვიცით, რომ სასარგებლო არ არის. შეიძლება პატარა მარიცოდეს, რომელიც ტირის ფრი მინდა, ბურგერი მინდა, მაგრამ თქვენ სასაკში ყველამ იცით, რომ სწრაფი კვება არ არის სასარგებლო კვება. მაგრამ გვიყვარს. ამიტომ ბუნებრივია ძვირფასებო, როცა არასწორი საკვებით იკვებები, ქოლესტერინს აგროვებ. და სულიერ სამყაროში სასია, როცა არასწორ რაღაცას ისმენ, სულიერ ქოლესტერინს აგროვებ. ეხლა ვიღაცა იტყვის, ეგ აღარ გამიგონია ეხლა სულიერი ქოლესტერინი. ანუ რაღაცა ანგრევს პირიქით ჩვენ სულიერ ცხოვრებას. ქოლესტერინი ორგანიზმს ანგრევს ძვირფასებო. და როცა არასწორ რაღაცას ვეზიარებით, როცა არაჯანსაღ სიტყვას ვისმენთ, ხომ არ გიკვირთ დღეს ამაზე რომ ვლაპარაკობთ? სავსეა დღეს ინტერნეტი. ვინ განსჯის? ან ვინ მოისმენს ყველაფერს, რომ მერე დაახარისხოს და გითხრას, ეს მოусმინე, ეს არ მოусმინო. ვის ექნება ამდენი დრო, რომ ათასობით მქადაგებელს მოусმინოს ინტერნეტში, მერე დადგეს და ანალიზი გაუკეთოს, აი ამ მქადაგებიდან ეს პუნქტი არ არის სწორი, ან ეს პუნქტი არ არის. ეს შეუძლებელია, ამიტომ ნახეთ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ქრისტიანებო. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. რომ სწორი საკვებით ვიკვებებოდეთ. ანუ მხოლოდ იმით კი არა, ბიბლიიდან ცუც ვერაფერს ვერ მივიღებთ, მაგრამ ბიბლიის მიღმა, ღმერთის სიტყვის მიღმა ადამიანები ვიკვებებით სხვა წყაროებიდანაც. ამიტომ პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ, რას ვჭამთ, რას ვიკვებებით. იმიტომ რომ შესაძლებელია და ხშირად ეს ხდება და დაგვინახავს და აღმოგვიჩენია, ერთხელ ერთი ადამიანი რაღაც ლინკებს მიგზავნიდა, მოусმინე პასტორო, რა მაგარია. ერთხელ მართლა მოусმინე რაღაცას და ეგრევე აღმოვაჩინე, რომ მქადაგებელი არ იყო, მეგობრებო, ანუ ერესის მქადაგებელი იყო. და ეს ადამიანი კიდევ ათეულობით ქადაგებებს უსმენდა და ამ ლინკებს სხვადასხვა ადამიანებს უგზავნიდა. იმიტომ რომ განურჩეველი იყო. და მე რატო გავარჩიე ყველაზე ბრძენი ვარ? არა. იცით, სახარების სიტყვის სინათლეში რთული არ იყო აღმოჩენა იმ მოძღვრებაში ერესისა, რასაც ეს ქადაგებელი ქადაგებდა. მაგრამ ეს ადამიანი საკუთარ თავს კი არ წამლავდა მხოლოდ. გულწრფელად ოღონდ, სხვებსაც უგზავნიდა ამ ქადაგების ლინკებს და ეუბნებოდა, აუცილებლად მოусმინეთ. ასე რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენია, ეს პასუხისმგებლობა ჩვენზეა. სწორი საკვები უნდა ვჭამოთ. არა ის რომ ყველაფერი ვჭამოთ, ყოველგვარი სწრაფი კვების, ყოველგვარი fast food-ი პირში ჩავიყაროთ, არა, ეს ჯანმრთელობას არ მოიტანს, მეგობრებო. ფსალმუნი პირველი, ზოგიერთებს ალბათ გაგახსენდებათ, ნეტარია კაცი, ვინც აუყიათა წრეში არ ზის. მეორე მუხლე ასე ამბობს, არამედო უფლის ჯულშიაო მისი მისწრაფება და მასზე ფიქრობსო დღე და ღამ. მეგობრებო, იმის მიუხედავად, რომ ხშირად ეკლესიების კათედრებიდან უფრო მეტად სამოტივაციო სიტყვა ისმის, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მოტივაციის ქადაგებებისა, არ ვართ წინააღმდეგი ქადაგებამ ადამიანს მოტივაცია მისცეს, მაგრამ ამავე დროს მწვავე აუცილებლობას ვხედავთ, რომ სახარება იქადაგებოდეს, სრული სახარება იქადაგებოდეს კათედრიდან. და ნახეთ, დავითი ამბობდა, კაცზე ნეტარება მაშინ არის, როცა ღვთის სიტყვაზე ის დღე და ღამ ფიქრობს, 24 საათი არა, მაგრამ მისით ხემძღვანელობს, მისით განსჯის, მისით ზომავს, მისით ჭრის. ეს არის, როცა ვამბობ, ბიბლიას მიაკითხე და არა რელიგიურად წავიკითხო რაღაცა 15 წუთი. ეს შენ შიმშილის გზნობას არ განავითარებს. პირიქით, მეგობრებო, ნახეთ, ხანდახან, რასაც ახლა ვიტყვი, კიდე მიხვდებით. სნეკი ხო იცით რა არის ახალგაზრდებმა განსაკუთრებით. როცა ვახშმის წინ ან სადილის წინ იწუწკებ და წაუსნეკებ, აპეტიტი გეკარგება. და იცით, ნამდვილად არ მინდა რომ ქრისტიანები ასე იფუჭებდნენ აპეტიტს, იცით, სანამ მართლა მიხვალ წმინდა წერილთან, სანამ მართლა მიხვალ კარგ ქადაგებასთან მის მოსასმენად, რომ რაღაც აი ამ სნეკებით, რაღაც ფასტფუდებით გაიფუჭო სულიერი აპეტიტი. ხშირად ასე ხდება, მე აღარ აქვს აპეტიტი. მე აღარ უნდა, თავს ვეღარ ერევა. ეს დისციპლინა არის. მე ბევრჯერ ვამბობ ამას გაბედულად. ჩვენ ბრძოლა გვიწევს ამისთვის, მეგობრებო, ყველას.
ზოგჯერ შეიძლება ისეთი განცდა არსებობდეს, რომ ხუცესებს ამის პრობლემა საერთოდ არ აქვს, ისინი სულ ლოცვაში არიან, სულ ესე იგი ერთი სული აქვთ ბიბლიასთან როდის მივარდეთ. არა მეგობრებო, არის მომენტები, როცა ბრძოლა გვიწევს ამისთვის, რომ წავიკითხოთ, არის მომენტები, როცა სულიერი ბრძოლა გვიწევს ამისთვის, რომ ვიკვებოთ, ვილოცოთ. სიმართლე უნდა ითქვას. კვირაში ერთხელ ჭამით ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებ. კვირაში ერთხელ ჭამა ორგანიზმისთვის საკმარისი ვერ იქნება, მეთანხმებით? მე არ ვულტრირებ ხალხო, მე არაფერს არ პირდაპირ ვიტყვი, მე ზიზღება რელიგიური საუბარი და რაღაცა რელიგიური ფრაზების ისე ჰაერში ტრიალი. მაგრამ კვირაში ერთხელ ჭამით შეინარჩუნებ ჯანმრთელობას? ვერა. შენ მეტი კვება გჭირდება ფიზიკურად და ამიტომ ვამბობ, სულიერად ვერ შეინარჩუნებ ჯანმრთელობას თუ ამ მიდგომებს არ შევცვლით, მეგობრებო. შეიძლება ვერც გრძნობდე და არც აღიარებდე, რომ ჯანმრთელი აღარ ხარ, მაგრამ ასი არ არსებობს ჯანმრთელობის შენარჩუნება. მე სულიერ ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობ. შეიძლება ვერ გრძნობს ადამიანი, შეიძლება არც უნდა რო აღიაროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ არ უაღიარებ ჯანმრთელი ვარ, აუცილებლად. მეორე რჯულის მე-17 თავში, მეგობრებო, 18-20 მუხლები, აი უნიკალური სიტყვებია და ფიქრობდი, ღმერთო, ნეტა ყველა ხელისუფლებას კონდეს ეს გაგება და გამოცხადება. ნახეთ, მე წაგიკითხავთ მეორე რჯულის მე-17 თავი, 18-20 მუხლები. იცით, მეფეებზია ლაპარაკი. წინა კონტექსტიდან იწყება, მაგრამ იქ აღარ წავიკითხავ. როცა მეფე დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისგანო. ანუ ნახეთ, წერილი ამბობს, რომ მეფე ტახტზე რომ დაჯდებაო, გადაიწეროსო რჯულიო. კონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე. რათა ისწავლოს უფლის თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს. რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში, თვითონაც და მისი ძენიც ისრაელის ერშიო. რა საოცარი სიტყვებია რა. ნახეთ, როგორი რეცეპტია ის, როცა დაჯდებაო თავის სამეფო ტახტზე, პირველი რაც გააკეთოს, მეორე რჯულის მე-17 თავის 18-20 მუხლები. ყოველდღეო კითხულობდეს, წესად გაიხადოს, ამით იცხოვროს, ამით გადაწყვიტოს, თორემ სხვანაირად გადიდგულდებაო, ან მარჯვნივ გადაუხვევსო, ან მარცხნივ გადაუხვევსო. დიდება იესო ქრისტეს. ყოველდღე გვჭირდება მართლაც ჩაუღრმავდეთ სიტყვას. ყოველდღე გვჭირდება გადააზრება ძვირფასებო სიტყვის სინათლეში, საკუთარი ცხოვრებისა, საკუთარი მიღწევისა თუ მიუღწევლობისა. იმის მიუხედავად, რომ ბევრჯერ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, მაინც დგას ამის დიდი გამოწვევა ეკლესიაში. ჩვენ რომ ვკითხო, თქვენ რომ ვკითხოთ მსახურებს, ამას დავასახელებდით ერთ-ერთ ალბათ ნომერ პირველ პრობლემად. ამით იმას კი არ უარყოფთ, რომ სხვა პრობლემებია, მაგრამ ის სხვა პრობლემები ხშირ შემთხვევაში აქედან მოდის. იმიტომ რომ ნახეთ, მეფემ თუ ამას არ გააკეთებსო, მეფე თუ ასე არ მოიქცევაო, გადიდგულდებაო, ან მარჯვნივ გადაუხვევს, ან მარცხნივ გადაუხვევსო. ამიტომ ეს წესი იყო, რომ კონდეს თავისთან ეს სიტყვა და ყოველ დღე განარჩევდესო მას. არ უნდა გჭირდებოდეს მუდმივად მობოდიშება უდროობის გამო. ალბათ ცნობილი ამბავია, რა ვქნა დრო არ მაქვს, რა ვქნა დრო არ მრჩება, დღეს სტუდენტებს ვეუბნეოდი, თუ არაფრისთვის დრო არ რჩება, მაშინ რას აკეთებ იმ დროს ისეც, როცა სხვა რამისთვის საერთოდ დრო აღარ რჩება. ღირს კი ისეთი საქმით იყო დაკავებული, იფიქრე ძვირფასებო, რა არის ის საქმე, რომელსაც მთელი დრო მიაქვს, შეიძლება მარტივად თქვა, რა ვქნა სამსახური მაქვს ასეთი, ჩვენ სამსახურის წინააღმდეგი არა ვართ, პირიქით ბიბლია ასე ამბობს, ვინც არ მუშაობს, არ ჭამოს. მაგრამ რა არის მეგობრებო ის საქმე, რომლითაც ისე შეიძლება იყო დაკავებული, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის, როგორიც არის ღვთის სიტყვასთან მოზიარეობა, ღმერთთან ურთიერთობა, ოჯახთან ურთიერთობა, შვილებთან ურთიერთობა, რომ დრო არ რჩებოდეს. ეს ძალიან ხშირად ისმის, ეს
ზოგჯერ მობუდიშების ტონი არის ამ ყველაფერში გარეული, ზოგჯერ არა. ზოგჯერ პირიქით ხედმაღლობის მდრო არ მაქვს და მორჩა. მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ და იცი ამ სახურემა როცა ამაზე ვლაპარაკობ ძვირფასეო. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ადამიანებს შევაგონოთ, მაგრამ დრო არ მაქვს. დრო არ მაქვს. რა არის ის საქმე კიდევ ვიმეორებ. თუ აი არის რაღაცა ღირებულებები ჩვენთვის ხომ? აი ჩვენ რაღაცა ფასეულობები გაგვაჩნია. დაუშვათ თუ კი შენთვის ფასეულობა ოჯახია. ნახეთ, თუ ფასეულობა ოჯახია. თუ ფასეულობა შენი მეუღლე და შენი შვილები არის. კითხვა მაქვს ახლა. სიტყვით არის ფასეულობა მხოლოდ? თუ საქმით და სინამდვილეში შენთვის ეს ფასეულობა არის, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ფასეულობიდან გამომდინარე მათთან დროს ატარებდე. გარკვეულ დროს. ხოლო სინამდვილეში, როცა ის მხოლოდ სიტყვიერი განაცხადია ძვირფასებო და გადაწყვეტილება და საქმე ამას არ აჩვენებს, სინამდვილეში ეს არ არის ჩვენი ფასეულობა, უბრალოდ ეს კარგი ტენდენცია არ მოდურია თუ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის ღირებულია, ეს ჩემთვის ფასეულია. რაც სინამდვილეში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, მისთვის დროს პოულობთ. ვიმეორებ მეგობრებო, რაც ფასეულია ჩვენთვის, მისთვის დროს პოულობთ. მე ახლა აღარაფერს ვიტყვი, ხშირად ადამიანები რაში ხარჯავენ დროს, დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ ეს რაღაცა თამაში, მე ამას ვხედავ დღეს, მეც მაქვს ჩემი დაკვირვება, მე შვილები მყავს, ახალგაზრდები, ვაკვირდები. და რა თქმა უნდა, მათგანაც მომისმენია, რომ დრო არ ეყოთ იმისთვის, რომ რაღაცა სხვა რამეში დახარჯულიყვნენ. და ერთხელ ამის წინ გულწრფელად ვიტყვი, შეიძლება ნახონ კიდევაც პრობლემა არ არის, დაუძახე ჩვენს ახალგაზრდებს. სიცილით, იუმორით. რაღაცა იკრიბებოდნენ, რაღაცა თამაში უნდა ეთამაშნათ, არ ვიცი. სამაგიდო თამაში. და წინაღამეს ჩემი უმცროსი შვილი ძალიან გვიან მოვიდა სახლში. მეორე დღეს ვარჯიში ქონდა და მე ვუთხარი, სად ვიყავი? აი ბიჭებთან ვიყავი, მეუბნება. და მე ამათ დაუძახე და ვეუბნები, ბიჭებო, ერთი რაღაცა მაინტერესებს. თუ კვირაში ყოველდღე მუშაობთ, მე ყოველდღე იკრიბებით რომ სადღაცა ითამაშოთ. ერთი რელიგიური ძველმოდური კითხვა უნდა დაგისვათ, მე ვუთხარი. სიტყვასთან როდის ხართ? იმიტომ რომ პირველ საათზე მოვიდა ეს ჩემი შვილი სახლში და ნამდვილად ვიცი რომ არც კი გაუხედია არაფერი მაგისკენ და როგორ ხდება მე ვუნა არა პასტორო რა თქმა უნდა დროს ნახულობთ თქვენზია ის რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის მისთვის დროს პოულობთ შეგიძლიათ თქვა ამენ რა ფასის გადახდა გჭირდება რომ ეს ყოველდღიურად აკეთო კითხვა არის ეს დაუგვირდით აი შენ თავს კითხე ახლა აი ახლა რასაც მწყემსი ამბობს რასაც ეს კაცი ამბობს რომ მე ყოველდღიურად რო უნდა გამოვყო რომ ჭამო ხარისხიანი საჭმელი ანუ ღვთის სიტყვა აი რა ფასის გადახდა გჭირდება ახლა რომ ეს გააკეთო იფიქრეთ მე თქვენი პასუხი არ მჭირდება და შეიძლება აღმოაჩინო რომ არც თუ ისე დიდი ფასის გადახდა გჭირდება ამისთვის უბრალოდ კიდევ ვიმეორებ გადაწყვეტილება არის რეალობის თვალის გასწორება არის და რაღაცების იქით-აქეთ მიწევ-მოწევა არის გესმით რაზე ვლაპარაკობ ის რომ შენ ის რაც თქვი მეორე პუნქტად რომ ყოველდღიურად მიაკითხე ღმერთის სიტყვას ყოველდღიურად ჭამე ღმერთის სიტყვა როგორ ჯამთელი საჭმელი რა ფასის გადახდა გჭირდება დღეს რომ შეხედო რომ ეს ყველაფერი გააკეთო და შეიძლება აღმოაჩინო ამ წუთასვე რომ არც თუ ისე დიდი ფასის გადახდა გჭირდება არ გჭირდება სამსახურს დაანებო თავი არ გჭირდება ოჯახი მიატო ანაზე შემდეგ რაღაცები უნდა გადაწიო გადმოწიო ოღონდ ეს ყველაფერი გადაწყვეტილება უნდა მიიღო ამ ყველაფრისთვის ხოლო თუ დიდი ფასის გადახდა არის საჭირო თუ კი მაინც მაშინ რა ფასის გადასახდელად ხარ მზად და მესამე და ბოლო როგორც გითხარით ვიტყვით ხო შეწყვიტე არასწორი ცუდი უხარისხო საკვების მიღება პირველი პეტრეს 2:2-ში ვკითხულობთ როგორც ახალშობილმა ყრმებმა ინატრეთ სულიერი სუფთა რძე რათა იმით გაიზარდოთო ძალიან მარტივად გასაგები სიტყვებია პეტრე ეუნება როგორც ახალშობილს ჭირდება რძე დედის რძე ის ამბობს აი ასეთი რძე და ის ამბობს ინატრეთო
ნახეთ რა სიტყვა არის ინატრე შენ რას ნატრობ შენ რა შენატრი ანუ ის ინატრე ასეთი რძე რომ იმით იზრდებოდე როგორ ფიქრობთ ეხლა უფრო მოწიფული ხარ თუ გუშინ წინა წელს ეს რიტორიკული კითხვებია მოგიწევთ დაიცვათ სულიერი დიეტა მათ შორის რომ სულიერი ნაგავი არ ჭამოთ იგავების 15-ის 14 ნახეთ რა სიტყვები წავიკითხო იგავების 15-ის 14 კეთილგონიერის გული ცოდნას ეძებს ბრიყვის პირიკი სისულელით იკვებება უნდა გამიმეორო კეთილგონიერის გული ცოდნას ეძებს გონიერი ცოდნას ეძებს ბრიყვის პირიკი სისულელით იკვებება და რამდენადაც სისულელეს ბევრ შეჭამს ბრიყვი უფრო მეტად დაბრძენდება რაც მეტ სისულელეს შეჭამს მით მეტად გასულელდება მეგობრებო რაც მეტ სისულელეს ეზიარება მით მეტად გაბრიყვდება ნახეთ სოლომონმა რა უნიკალური სიტყვები თქვა გონიერი ცოდნას ეძებს ბრიყვის პირის სისულელეს ჭამს რასაც ვჭამთ ის ვართ შეგიძლიათ თქვა ამენ შეიძლება არ მეთანხმები ახლა მაგრამ რასაც ვჭამთ ის ვართ ის ხვდებით შეჭამს სისულელეს გაგასულელებს სიბრიყვეს ეზიარები გაგაბრიყვებს ამის წინ ეკლესიას ვეუბნებოდი ხალხო ხანდახან უნდა გამორთოთ ტელევიზორი იმიტომ კი არა რომ ტელევიზორის ყურება იგრძალება ადამიანები არიან ამ ინფორმაციის ორომტრიალში ჩართულები და კონცენტრირებული იმაზე აღარ ვართ ღმერთი რას ამბობს აი ახლა ეს მოხდება იმიტომ ტელევიზორში გამოაცხადეს იქ ქარიშხალია იქ წყალდიდობა იყო იქ სახლები დაანგრია ალბათ всё უკანასკნელი წამებია ხანდახან უნდა გამორთოთ ეს საინფორმაციო არხები ხანდახან უნდა შეწყვიტოთ ამ დაუბალანსებელი 1000 გვარი გადაუმოწმებელი ფეიქ ინფორმაციების მიღება ძვირფასებო გესმით სადღაცა თოფი გავარდება всё მესამე მსოფლიო ომი დაიწყო ჩვენ რა ვიცით მესამე დაიწყება თუ მეოთხე მოყვება ვინ იცის მაგრამ ასე ვართ მომართული იმიტომ რომ ინფორმაციაზე ეხლა ახალი მოდა შემოვიდა ტრამპი მოვიდა всё ეხლა ტაძარს ააშენებს და ყველაფერი ახლოს არის აღსრულდება ყველაფერი საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით მხოლოდ ინფორმაცია არის ასეთი ამას აუცილებლად გააკეთებს და ხშირად კონცენტრაციას იმაზე ვკარგავთ ღმერთი რას ამბობს ღმერთმა რა თქვა რა იქნება როგორ იქნება და მე ეს ყველაფერი შფოთს იწვევს ხალხო ხვდებით ადამიანები ნერვიულობენ პროგნოზებს აკეთებენ მე ამ კატეგორიასაც კი ცუდ საკვებში გავიყვანდი რა ვქნათ ინფორმირებული არ ვიყოთ რა თქმა უნდა ვიყოთ მაგრამ იმდენს ვიღებთ ხანდახან ცუდ და არასწორ ინფორმაციას რომ აი იმედსაც კი ვკარგავთ ხშირ შემთხვევაში მეგობრებო მოტივაციასაც კი კარგავთ რომ ჩვენ შრომა საერთოდ აზრი აქვს ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას საერთოდ აზრი აქვს იმიტომ თუ ყველაფერი ასე ბუნდოვანია თუ ყველაფერი ასე საშინლად წავა მაგრამ ღმერთის სიტყვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამიტომ უნდა დავიცვათ სულიერი დიეტა როცა არასწორ სულიერ საჭმელს ვჭამთ სულიერ ჯანმრთელობას ვნებთ ჩვენსას ეს გვძარცვავს სულიერებისგან და კიდევ ერთიც როცა ცუდი საკვებით გაძღები ჯანმრთელი საკვებისთვის ადგილი აღარ გრჩება ამიტომ აღარ გვაქვს მერე შიმშილი ავივსეთ რაღაცით ძალიან საინტერესოა რითი ვართ სავსე ადგილი აღარ გვაქვს და ერთიც და ამით ვამთავრებ შეიძლება მეგობრებო რაღაცა გავდეს პურს ჭამდე
მუცელიც თითქოს სავსე ჰქონდეს, მაგრამ შიმშილს ვერ იკლავ. აი ახლა მე წაგიკითხავ თქვენ ბიბლიიდან ერთ ადგილს ძვირფასებო, ძალიან ძვირფას ადგილს. ესაიას 55 თავიდან წავიკითხავ მეორე მუხლს. ნახეთ რა სამობს ესაია. რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს, რაც არ აძღებს. ნახეთ რა თქვა ესაია, ისრაელს ეუნეოდა. რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არისო? ეს ძლიერი ალეგორიული სიტყვა არის, ეს ძლიერი წინასწარმეტყველური სიტყვა არის. ესაიას წერილის ავტორები, სულელები არც ერთი არ იყვნენ, ფული გადაეხადა თან ებრაელებს და სახში ქვები წამოეღოთ. ეს არის ძლიერი, სულიერი ალეგორია. ისე უნეოდა, რითი ძღებით, რითი კმაყოფილდებით, ეს ისრაელის პრობლემა ნამდვილად იყო ძვირფასებო. ისრაელი თითქოს ჭამდა, მაგრამ არ ხვთვის პურს. ისრაელი სუფრას უჯდა, მაგრამ არ ხვთვის სუფრას ხშირ შემთხვევაში. და ესაია წინასწარმეტყველი წამოსწია უფალმა და ისე უნევა, რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და თქვენს ჯამაგირს იმაში, რაც არ აძღებს. ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეშიო. რა თქმა უნდა, სწორედ ამით მინდა დავამთავრო. რა არის კარგი საკვებად, მეგობრებო? ის რაც სწორედ ეკლესიაში მოედინება, ის რაც სწორედ მისი სიტყვიდან მოედინება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ეს კულტურა ყველამ. კულტურას წყემსები ვერ ააშენებენ რაღაც კულტურას ეკლესიაში მხოლოდ. როცა მწყემსი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ბიბლია უნდა ვიკითხოთ, ადამიანი ფიქრობს, შენთვის ეგ ბუნებრივია. თორე ესეთი განცხადებები და დევიზები ამის საკმარისი არ არის. იცით კულტურად როდის შენდება? როცა მეორე რგოლის თუ მესამე რგოლის, ახლა ეს სიტყვები არ გაგიკვირდეთ, რომ გოლებად ჩვენ ლიდერები და მსახურები და ყოფილი არ გვყავს, მაგრამ როცა სხვა აი ის ადამიანები დაიწყებენ ამ ყველაფრის გაპრაქტიკებას, აი მაშინ გადაედება ხოლმე ეს სხვებს და კულტურა ხდება ეკლესიაში. მე მჯერა, მეგობრებო, რომ ნებისმიერი კარგი რამის აშენება შესაძლებელია ეკლესიაში. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება როგორც ნაციას, როგორც ერს არ გვახასიათებდეს ეს. და აქვე უნდა იცოდეთ, რომ ის რაც კულტურულად არ გვახასიათებს როგორც ერს ქვეყნიერებაზე, იმის კეთება გაცილებით რთულია. რატომ არის რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერში ვაგვიანებთ, მათ შორის ქრისტიანებიც? იმიტომ რომ არ არის ჩვენი ერისთვის ეს დამახასიათებელი. ამაზე ვიცინით, ვიღიმით, ქართულად ეს დრო ვიტყვით, ვიღაცა იტყვის 6 საათზე, ქართულად 7-ზე და ვიცინით. არ არის გასაცინებელი. არ არის მეგობრებო გასაცინებელი. და როცა მსახურებაზედაც კი, როცა 11 საათია, ნახევარი ეკლესია აქ არის, 12-ის ნახევარზე ეკლესია იკრიბება. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის კარგი, მაგრამ მე მჯერა ამის შეცვლა შეიძლება. ამის შეცვლა შეიძლება, რომ კულტურა ვაშენოთ ყველამ. ვაშენოთ აი სწორედ ამის, რომ ღვთის სიყვარულის, მეგობრებო, ღვთის სიტყვის ან კვების და ცუდი საჭმელებზე უარის თქმის კულტურა, როგორც ასე გითხარით. ასე რომ ამის თქმა მინდოდა დღეს, ღმერთმა გვაკურთხოს, ღმერთი დაგვეხმაროს, რომ ვქონდეს მუდმივი შიმშილი. იმიტომ რომ ნეტარ არიან მოშიებულნი. თუ იესომ თქვა ნეტარება არის სიმართლეს მოშიებულზე, რა თქმა უნდა ნეტარება არის ღმერთით მოშიებულზე. ნეტარება არის მისი საქმით მოშიებულზე. არ არის ნეტარება? ნეტარება არის ეკლესიით მოშიებულზე. ნეტარება არის ღვთის სამეფოთი მოშიებულზე. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი დისციპლინა, რაც უზრუნველყოფს ჩვენ სულიერ განვითარებას, ჩვენ სულიერ ზრდას, რომ აღარ ვიყოთ ბალღები, როგორც პავლე ეფესელებს აფრთხილებდა, რომ აღარ გვარყევდეს მოძღვრების სხვადასხვა ქარი, რომ მივატოვოთ ყველაფერი ბალღური, როგორც პავლე ეუნეოდა იგივე ეფესელებს. დიდება იესო ქრისტეს. მოდი წამოვდგეთ, ვილოცოთ, ღმერთს მადლობა გადაუხადოთ. ძვირფასოზე ციერო მამაო, ჩვენ მადლობას გიძღვნით შენი საოცარი მადლისთვის, შენი საოცარი სიკეთისთვის, შენი ძვირფასი სიტყვისთვის, ცოცხალი სიტყვისთვის, რომელიც უხვად მოედინება ღმერთო შენგან, უხვად მოდის შენი მადლის ტახტიდან. გთხოვ და გევედრები, აგვავსე შენი სიტყვით უფრო მეტად.
გთხოვ და გევედრები რომ ფესვი გავიდგათ შენ სიტყვაში შეგვაძლებინე წმინდა სულო გაგვიძეხი რომ ფესვი გავიდგათ შენ სიტყვაში რომ შენი სიტყვით დავნაყრდეთ რომ შენი სიტყვით ვიკვებებოდეთ სწორი საკვებით ვიკვებებოდეთ შენ სიტყვას მივაკითხავდეთ ყოველ დღე რომ დროს ვხარჯავდეთ მორწმუნეები შენი სიტყვით ვიხემძღვანელოთ შენი სიტყვით მივიღოთ გადაწყვეტილებები შენი სიტყვის სინათლეში გადავაფასოთ ყველაფერი უფალო გთხოვ მოიტანე ეს ეკლესიაში სულოწმინდაო გთხოვ გაგვიძეხი სულოწმინდაო ამ ყველაფერში რომ ვქონდეს მუდმივი შიმშილი ვქონდეს მზარდი შიმშილი რომ უფრო მეტი გვინდოდეს შენგან უფრო მეტი გვინდოდეს შენთან გატარებული დრო შენ სიტყვასთან შენ საქმეში შენ სამეფოში შენს ნიჭებში რომ მეტი გვინდოდეს თელს ეკლესიას ყველა მსმენელს ვაკურთხებ იესო ქრისტეს სახელით ყველა მსმენელს რომ ამ სიტყვამ წარმოშვას წყურვილი სურვილი შიმშილი თითოეულ მსმენელში მე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით ამენ დიდება